თურქეთში სტამბულთან ახლოს პრინცის კუნძულებიდან ერთ-ერთი ულამაზესი ქინალიადა. ივლისის ცხელი დღეები ქართულმა ხმებმა მოიცვა. მონასტრის ეზოში თითქოს პატარა აფხაზეთი გაცოცხლდა. ეს გოგობიჭები დევნილობაში დაიბადნენ. ზოგი თბილისში, ზოგი ზუგდიდში, ზოგიც ქუთაისში. აფხაზეთი მათ მშობლების მონათხრობით იციან. აქ მსოფლიოს საპატრიარქოს მხარდაჭერითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს ორგანიზებით საერთაშორისო საზაფხულო ბანაკმა დაიდო ბინა. თურქეთში კუნძულზე ქრისტიანულ ეკლესიაში აქვს ბანაკი, არაჩვეულებრივი კვება, მოვლა, ყოველდღეს ვაზე დაყავდა, ეს ბავშვები გახარებული არიან, ესეთი მიმარე სახეებით ვიყურებდნენ ყველა რომ მადლიერებას გამოთქვამდნენ. როგორც მე შევხედე ახლა ამ ბავშვებს, ისე ენახან ეტა ყველას, როგორი გახარებული იყვნენ ეს ბავშვები. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს პატრიარქოს წმინდა სინოდარეს ილია მეორეს, მსოფლიო პატრიარქს ბართლომეოს ძალიან დიდი შესაძლებლობისთვის და ჩვენი ბავშვების გახარებისთვის. ეს არის ბანაკი, რომელსაც ჩვენი დევნილი ბავშვები მონაწილეობას ღებულობენ, განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ოკუპირებული ტერიტორიიდან მათ შორის და მათთვის ალბათ დაუვიწყარი იქნება ის შთაბეჭდილება და ის გამოცდილება და ცოდნა, რომელიც აქ მიიღეს. ეს ბანაკი უკვე გრძელდება მე-4 წელია და მე მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ ბანაკების ორგანიზებაში, ამ სიყვარულს, ამ სიკეთეზე მადლიერებას, ალბათ ჩვენ თუ არა ბავშვები მაინც არ დაუვიწყებენ და წარმატებებს უსურვებთ ყველას. მხიარული და საინტერესო დღეები, მრავალფეროვანი კულტურულ-შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები, გულწრფელი ემოციები, ქინალიადას, მშვიდ და მეგობრულ გარემოში ყოველი ახალი დღე სიახლეების, საინტერესო ინიციატივების და ხალისიანი განწყობის მომტანი იყო. მომეწონა აქაური გარემო, რაც დაუთვალიერეთ ღირს შესანიშნაობები. ლიდერებიც ძალიან მიყვარს თითოეული მათგანი და მინდა რომ ყველას მადლობა გადაუხადო, ვინც წვლილი შეიტანა ამ ბანაკის დაგეგმარებაში და ჩვენთვის ასეთი დიდი საქმე გააკეთა. ძალიან მწყდება გული რომ აქაურობას ვტოვებ. ალბათ ეს ბანაკი ძალიან დიდი ხანი მე მახსოვდება და ყოველთვის კარგად გავიხსენებ. ძალიან მომწონა ბანაკი, იმიტომ რომ გასართობი იყო, ბევრი რამე ვისწავლე, ინგლისურიც დავხვეწე, რადგან სხვა ქვეყნის ადამიანებთან ლაპარაკობდით. ჩვენ ყველანი აფხაზეთიდან ვარ და აფხაზეთი ჩვენთვის რა თქმა უნდა მთავარი თემაა. მე აქ შევიძინე ახალი მეგობრები. ბავშვები არიან ძალიან მეგობრულები და კეთილები. ყავდა ბერძენი ლიდერები, რომლებიც იყვნენ ძალიან ყურადღებიანები, კეთილები, აუცილებლად გამახსენდება მომავალში და ვისურვებდი რომ კიდე 10 დღით დარჩენილიყავი. საჭმლის დროს ყოველთვის ვამბობთ ლოცვას. ამ წეს შევინარჩუნებ და სახშიც ესე გავაგრძელებ. ძალიან მომწონს ეს ბანაკი და გული მწყდება რომ მივდივარ აქ. ბანაკის დასკვნით ღონისძიებაზე მონაწილეებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, საერთაშორისო ბანაკის დირექტორი დიამანდის კომვოპულოსი და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები შეხვდნენ. სტუმრებმა ბავშვების შთაბეჭდილებები მოისმინეს და წარმატებები უსურვეს. ბავშვები, რომლებიც საქართველოდან მივიღეთ, იყვნენ არაჩვეულებრივები, ძალიან თავაზიანები, წესრიგის მოყვარულები. შესაბამისად, ასეთი ბავშვები ჩვენში ყოველთვის იწვევენ განსაკუთრებულ მოგრძალებას და აღფრთოვანებას. მით უმეტეს იმის ფონზე, რომ ჩვენი ბანაკის კარები ღიაა ბავშვებისათვის მთელი მსოფლიოდან. ამათთან გამორჩეულები იყვნენ აფხაზეთელი ბავშვები. რა თქმა უნდა, ეს ბანაკის შემდგომშიც გაგრძელდება მისი უწმინდესობის ჩართულობით. უზომოდ ბედნიერები ვართ ჩვენი მასპინძლები მსოფლიო საპატრიარქო კონსტანტინოპოლში, რომელიც მასპინძლობს ჩვენ შვილებს, რომელთათვისაც აი ეს გაცვლითი პროგრამა, აი ეს საზაფხულო ბანაკი, რომელიც არის რელიგიასთან ასოცირებული და ჩვენს უკან ამ ეზოში, სადაც ბავშვებს უწევდათ უამრავ აქტივობებში მონაწილეობა, ეს ყველაფერი ხდებოდა ტაძრის ეზოში. ამიტომ ამათთვის ეს იქნება უდიდესი გამოცდილება. ბანაკის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
მინისტრმა დავით ფაცაციამ ბავშვებს საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა, რომელიც მას ბავშვობაში მსგავს ბანაკებთან აკავშირებს. მე ვიყავი 16 წლის, როცა მოვხდი აი დაახლოებით ასეთ ბანაკში. ეს იყო სომხეთში, წახკაძორში, ქართულ-აფხაზური ბანაკი იყო, მერე ქონდა ბანაკი ამერიკაში. არ აქვს მნიშვნელობა ტერიტორია სად იმყოფება. ყველაზე მთავარია ის სამეგობრო წრე, რომელიც მე შევიძინე. თქვენ ხართ ქართველები და თქვენ ყველაზე კარგები უნდა იყოთ, ყველაზე ამაყები უნდა იყოთ, ყველაზე ძლიერები უნდა იყოთ და რაღაცები ადგილობრივი წესები ყოველთვის უნდა გაითვალისწინო. სადაც ხარ, იქ აური ქუდი უნდა დაიხურო, მაგრამ არასოდეს არ უნდა დაგავიწყდეს არც შენი წესი, არც ადათი და ყოველთვის იყავი ღირსები და ძლიერი. დევნილი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ბანაკები მსოფლიო საპატრიარქოს მხარდაჭერით მეოთხე წელია ხორციელდება. წელს ინიციატივას მეტრო ავრასია ინვესტმენტ ჯორჯია შემოუერთდა. ბავშვები ქინალიადას და ბანაკს სევდიანი თვალებით დაემშვიდობდნენ. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, მათთვის ეს დღეები საუკეთესო მოგონებად დარჩება და როდესაც მშობლიურ აფხაზეთში დაბრუნდებიან, ამ დღეებს განსაკუთრებული სიყვარულით და სითბოთი გაიხსენებენ.